ბატონ მურმან, მიმდინარეობს სამ თვეზე ცოტა მეტი არის ქვეყანაში საპროტესტო აქციები. თქვენ არ იმყოფებით მართალია საქართველოში, მაგრამ პოლიტიკაში ასე ონლაინ ხართ ჩართული, ხო? ეს ყველაფერი, როგორ ფიქრობთ, საკმარისი არის? ქონდა აი ამ საპროტესტო მუხტს რამე ხარვეზი, საჭიროა უფრო მეტი მუხტის შემოტანა თუ როგორ უყურებთ მაგედან? ვახო ძალიან გამოცდილ კაცს ეკითხებით ამ საქმეში და მინდა გიპასუხოთ რომ ძალიან ნაწყენი ვარ იმის გამო რომ მე თავად ვერ ვღებულობ ამ პროტესტებში მონაწილეობას. მე მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ის ვინც რუსთაველის ქუჩაზე დგას ამ 100 დღის განმავლობაში. სოლიდარობა უნდა გამოვუცხადო ყველა ადამიანს რომელიც საერთოდ დგას საქართველოში და აპროტესტებს მიმდინარე ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას არალეგიტიმურ მთავრობას. სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო პოლიტიკურ პატიმრებს, რომლებიც დღეს ციხეში არიან და ძალიან ბევრი სისხლის სამართლის საქმით არის განსაზღვრული და მათ რამოვილით კაციშვილი არიცის. სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო დღეს 10 მარტია და ამერია ეს აქაური ცოტა განსხვავებაა დროში, გაურიცხიათ თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები ეგრეთ წოდებულ ეთიკურ საბჭოსა და ახალგაზრდებს 10 კაცი სტუდენტობის სტატუსი ჩამოართვეს. მე ამ 10 კაცს სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო და სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო მიხეილ სააკაშვილს, რომელზედაც რამდენადაც ვიცი ბიჯაკების საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა. ეს არის პოლიტიკური პატიმარი, ის მალე ის უნდა იყოს თავისუფლებაში. ეს ყველაფერი ბიზნა ივანიშვილს უკან დაუბრუნდება ბუმერანგივით ვარ დარწმუნებული. ასე რომ გამოვიდა თუ არა ამ სამი თვის განმავლობაში საქართველოს საზოგადოებას ის რაც მიზანი ჰქონდა, მე ვფიქრობ რომ რაც მიზანი ჰქონდა ეს გამოვიდა, მას მიმდინარე ხელისუფლებას არ აქვს საერთაშორისო მხარდაჭერა, არ იქნებოდა ეს მიტინგები, არ იქნებოდა ეს ბოიკოტი, არ იქნებოდა ეს კაპიცვები, არ იქნებოდა ყოველდღურად ეს შეკრებები. ჩვენ 2025 წლის 1 იანვარს ღამის 12-დან 31 1 იანვრის გასახარზე საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში დედაქალაქელები ერთ დიდ გრძელ სუფრასთან შეხვდნენ და სადღერძელო საქართველოს მომავლისა დალიეს და იცეკვეს ცეკვა ხორუმი, სადაც 1000 კაცი მონაწილეობდა. ეს უპრეცედენტო შემთხვევაა. საქართველოს ხალხი არის ერთიანი იმის გამო რომ ოლიგარქიული დიქტატურა საქართველოში დასრულდეს. ჩვენ არჩევნების ჩატარება ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლოთ პოლიტიკური პარტიების კონკურენცია, ვისწავლოთ ხელისუფლების დაფასება, ვისწავლოთ ხელისუფლებამ მოქალაქის დაფასება, ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი და ვისწავლოთ ევროპული წესით, ევროპული პოლიტიკური წესით ცხოვრება, რომ ხელისუფლება მოდის ერთი დღე, ვიღაცას მოუგებს, გაიმარჯვებს და შემდეგ ვალდებულია რომ წესიერი არჩევნები ჩაატაროს და წავიდეს ისევე როგორც წავიდა მიხეილ სააკაშვილი 2012 წლის 1 ოქტომბერს. ეს არის ჩვენი უმთავრესი ამოცანა. მე ვფიქრობ რომ შედეგები 100 დღის განმავლობაში არ მიღწეული, არ არის შესაძლებელია ის მოლოდინი ცოტა უფრო მეტი იყო, მაგრამ ეს არის რაც არის, მაგრამ მე ვფიქრობ რომ არის შემართება, არის ენერგია, არის მზად. მოლოდინი რა იყო ბატონო მურმან? რა იყო მოლოდინი და რატომ არ გამართლდა ეს მოლოდინი? ახლა მე გეტყვით რა, ამაში ძალიან დიდი გამოცდილება, იმიტომ ამით დავიწყე რომ ადამიანებს ძალიან სწრაფად სულჩლება და არ ხდება ეს ცვლილებები ძალიან სწრაფად. მე მახსოვს 2003 წლის 15 დეკემბერს დავიწყეთ საბოლოო ასეთ 13 წლის განმავლობაში ვეურჩებოდით ასლან აბაშიძეს. 2003 წლის 15 დეკემბერს დავიწყეთ და 2004 წლის 6 მაისს დავამართებთ. დავასრულეთ ასლან აბაშიძის ავტორიტარული რეჟიმი, სეპარატისტული ხელისუფლება. ეს გაგრძელდა თითქმის 6 თვის განმავლობაში, 5.5 6 თვის განმავლობაში, ასე ადვილად ბიულეტენებით, ქუჩაში მარტო დგომით, მას უფრო მეტი სიმტკიცე უნდა, მას მეტი ხალხძლეობა უნდა და მე მინდა ვუსურვო, რომ აი ახლა ცოტა ამინდებით შეუწყობს ხელს, კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე, კიდევ მეტი ერთიანობა, განსაკუთრებით პოლიტიკურ პარტიებს. მე ვერ ვხედავ სამწუხაროდ, ვერ ვხედავ აქ რა მაკრო იყო, მაქსიმალურად შევეცებოდი რომ თითოეული დროს ცალ-ცალკე დავალაპარაკო. ვერ ხედავ მათ ერთიანობას, ერთ მაგიდასთან ჯდომას, ამას აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა. რატომ არ ხდება ბატონო მურმან? ძალიან ცუდია. მიზეზი რა არის? აი ლიდერები რომ ერთ მაგიდასთან ვერ ხდებიან. ძალიან ცუდია ვახო, მე არა ვარ ის კაცი რომ რაღაცა ენა მომიჩლიქო და რაღაცა დიპლომატიური ინუშლის ერთად ყოფნას ხელს.
ეს არ არის ჩემთვის დამახასიათებელი ხელს უშლის როგორც ჩანს ამბიციები პოლიტიკურმა პარტიებმა ერთად უნდა დაждდნენ რაღაც საკოორდინაციო ფრონტი იქნება თუ სახალხო ფრონტი იქნება თუ წინააღმდეგობის სახელს არ აქვს მნიშვნელობა შინაარსში უნდა შევიდეთ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთად დაждდომა იმიტომ რომ მთელი ევროპული სამეგობრო წრე მთელი ამერიკის შეერთებული შტატები ყველა გვეუბნება რომ ეს ხელისუფლება არ აღიარებულია ეხლა ხომ ხედავთ ევროპის საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს პარლამენტი ლეგიტიმურად არ ცნო აი ეხლა მარტია ხო ეხლა რამდენიმე დღეში რამდენიმე კვირაში ამოიწურება ის და რაც პასემ მისცა საქართველოს მთავრობას რომ ჩაატაროს უნდა ვადამდელი არჩევნები რომ პოლიტიკური პატიმრები უნდა გამოუშვას რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაადო ბიზინა ივანიშვილის რომ კორუფციაში არის ჩაფლული ეს ყველაფერი გასაგებია ეს ყველაფერი გასაგებია მაგრამ ადამიანი რომელიც ჩვენი თუ შეიძლება ხმას იქნება მოუმატო გარეშე კიდევ მეტი მიწოლა კიდევ მეტი ერთიანობა კიდევ მეტი სიმტკიცე კიდევ მეტი ბოიკოტი კიდევ მეტი გაფიცვა კიდევ უფრო შემართებით ბრძოლა არის მოსაგები და ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ მე ამაში ვარ დარწმუნებული